გამარჯობა, მე ვარ ფრედი და დღეს წარმოგიდგენთ ვიდეოს ერთი დღე UG სკოლაში. Hello, my name is Emily and this is our school named UG School. UG სკოლაში ყოველი დილა იწყება საუზმით. ახლა ჩავიდეთ სასადილოში. დღეს საუზმეთ გვაქვს ჩაი, კარქიანი და ჯემიანი პური და წიწებურის ფაფა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სკოლაში სწავლა მიმდინარეობს დუალისტურად. რასაც ვსწავლობთ ქართულად, ვსწავლობთ ინგლისურადაც. So basically everything we learn in Georgian language, we learn in English. Describe the two bags that are exactly the same. ქართულის გაკვეთილები ხშირად გვიტარდება არაფორმალურ გარემოში. თუ კარგი ამინდია ეზოში, თუ არა და ბიბლიოთეკაში. საინტერესო ქართულის გაკვეთილების შესახებ ინა ემადაშვილი გვესაუბრება. შესანიშნავი სივრცე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვიწყდეთ რუტინებს, ამოვისუნთქოთ და კიდევ უფრო მეტად გავხსნათ ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალი. რეპორტაჟი ნებისმიერი სახით. ვითომ ჟურნალისტი ხართ? ფრედი, რას ფიქრობს ტიმის გაკვეთილზე? ჩემი აზრით არის ძალიან კრეატიული და საინტერესო. კიდევ დავამატებდი ინოვაციური და სახალისოა. მარიამას, შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ მიმდინარეობს STEM-ის გაკვეთილი? STEM-ის გაკვეთილები ჩვენს ლაბორატორიაში არის ძალიან ფერადი, ძალიან ინტერაქტიული, ბავშვები ძალიან საინტერესოდ ატარებენ დროს, ეცნობიან სხვადასხვა სფეროში, ტექნოლოგიურ პროგრესის შედეგებს აწყობენ, კონსტრუირებას აკეთებენ, კოდირებას აკეთებენ ამ მოწყობილობების და ძალიან ბევრ რამეს იგებენ. ეს პროცესი არის შემეცნებითი, შემდეგ შეუძლიათ ემოციები დახატონ კიდევაც. დაწყებითი კლასების საგაკვეთილო ბადეში გვიტარდება ხელოვნება. მოდი ახლა გავიცნოთ ნინო მასწავლებელი, რომელიც დეტალურად მოგვიყვება საგაკვეთილო აქტივობების შესახებ. ზოგადად თვითონ ხელოვნების ნაწილში ჩვენ ვსწავლობთ როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ მასალას. პრაქტიკული ნაწილი ჩვენთან ძალიან მრავალფეროვანია. როგორც იცით, ჩვენ ვსწავლობთ არა მხოლოდ ხატვას, არამედ ძერწავთ და ვავითარებთ ბავშვების შემოქმედებით უნარებს და ფანტაზიას. ეს ძალიან კარგად ისახება გამოყენებითი ხელოვნების ყოფით ნიმუშებში. UG სკოლა გამოირჩევა მრავალფეროვანი და ჯანსაღი საკვებით. In the school they make healthy food which is good for our body and growth. ზოგჯერ როდესაც კარგი ამინდია, მასწავლებლები გარეთ გვიტარებენ გაკვეთილს. ისტი საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიებია და ძალიან საინტერესოა მიმდინარე საგაკვეთილო პროცესიც. მოსწავლეები ქმნიან კოდებს, რომლითაც თავიანთ საყვარელ ისტორიულ გვირებს აცოცხლებენ და ისინი თავად გვესაუბრებიან შემდგომ კომპიუტერული ეკრანებიდან. ეს ძალიან საინტერესოა მათთვის და პროცესის ბევრად სახალისოა. ახლა შევდივართ ფორტეპიანოს ოთახში, სადაც მეოთხე კლასელები სწავლობენ ფორტეპიანოზე დაკვრას. We're going into the classroom where 4th graders are learning how to play the piano. სკოლაში მრავალი სპორტული აქტივობა მიმდინარეობს. ახლა ვართ ტანვარჯიშის ოთახში და გავესაუბრებით თეო ხელაიას, ტანვარჯიშის მასწავლებელს. რა მნიშვნელობა აქვს ტანვარჯიშს ჯანსაღ ცხოვრებაში? ხატული ტანვარჯიში ხელს უწყობს ბავშვებში ფიზიკურ განვითარებას და სწავლობენ ჯგუფურ მუშაობას. ეს არის ქართული ხალხური ცეკვების ოთახი. აქ ახლა მიმდინარეობს გაკვეთილი. Let's go in and see what's up. სპორტი ჯანსაღი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. UG სკოლაში სპორტის მრავალი სახეობა. ახლა ვიმყოფებით კარატეს ოთახში. In UG school there are many different types of sports. For now we are in the karate room. მიმდინარეობს ფეხბურთის გაკვეთილი და ბავშვები ერთობიან ფეხბურთის თამაშით. Here there are different kinds of children from different kinds of classrooms playing football together.
ხაკი ყველაზე ინტელექტუალური სპორტია. ჩვენ სკოლაში ჭადრაკის გაკვეთილი უტარდება ფრესკულიდან მეოთხე კლასის დამთავრებამდე ყველა ბავშვს. კიდევ ტარდება ჩემპიონატები ყოველ სემესტრში. სხვათა შორის ჩვენ სკოლაში ფუნქციონირებს თეატრი. Yes, a real theater. ახლა კი ტარდება სასცენო ხელოვნების გაკვეთილი და ემზადებიან სპექტაკლი ბრემენელი მუსიკოსებისთვის. გავესაუბრებით ერთ-ერთი კლასის დამრიგებელს, რომელიც ახლა ამ წუთას ატარებს 13 საათს. Now we're going to see how and what happens during exercise hours, which is after school or on the 6th lesson. Let's go in. ნიამას, შეგიძლიათ მოგვიყვეთ 13 საათის შესახებ? 13 საათზე მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ დავალებას 40 წუთის განმავლობაში და რა თქმა უნდა დამოუკიდებელ მუშაობის უნარჩვევებით გამოუმუშავდებათ. 13 საათი დღის პირველ ნახევარშია და უკვე მე-7 გაკვეთილზე, ან მე-6 გაკვეთილი ეთმობა 13 საათს. ბავშვები უკვე ამ პერიოდში სახლში მიდიან ნამეცადად. მეგობართან იჩხუბე? მშობლებთან კონფლიქტი გაქვს? ვინმესთან გინდა საუბარი? ამისთვის მივმართავ ფსიქოლოგს. სოფო, რა შემთხვევაში თქვენი ჩართულობა საჭირო? ფსიქოლოგების ჩართულობა საჭიროა, მაგალითად, როდესაც ბავშვს აქვს კონფლიქტი თანაკლასელებთან, ან აქვს ადაპტაციის სირთულე, მაგალითად, როდესაც ახალი მოსწავლე გადმოდის კლასში, ან პირველკლასელებს აქვთ ხოლმე ძირითადად სირთულეები ადაპტაციის პროცესში. ასევე შეიძლება უბრალოდ რაიმე კონფლიქტი მოუვიდა ბავშვს სახლში, ან დედაზეა გაბრაზებული მამაზე და ძალიან დათრგუნულია სკოლაში მოწყენილი, ასეთ შემთხვევაში ვცდილობთ ხოლმე, რომ მათ დავეხმაროთ. ასევე ვეხმარებით ხოლმე აკადემიური სირთულეების დაძლევაში. მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი თვლის, რომ ვიღაცასთან საუბარი უნდა ან რაიმე საკითხში დახმარება ჭირდება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მათ გვერდით ვიყოთ. სკოლას ემსახურება ექიმი, პედიატრი, ფსიქოლოგი და სპეცმასწავლებელი. ექიმი ზრუნავს პატარების ჯანმრთელობის ყოველდღიურ მდგომარეობაზე და სისტემატიურად ახორციელებს მონიტორინგს. In our school, there are different kinds of teachers. Special education teachers, pediatricians, and also doctors. ჩვენთან საკმაოდ დიდი მომართვიანობა, ბავშვები შემოდიან სხვადასხვა არჩევნები დღის განმავლობაში და ჩვენ ვცდილობთ ყველას აღმოუჩინოთ საცამად დახმარებით. მშობელს ბავშვის დატოვება სკოლაში 7 საათამდე შეუძლია. მოსწავლე გაკვეთილების დასრულებისთანავე სამხარს მიირთოს და ეზოში გადის 1 საათი. უერთდება ძეწვის, ფაზლების და კითხვის კლუბებს. The parent can let their child stay at school up to 7 p.m. The kids can join different kinds of after-school activities like building puzzles, making clay art, and reading books. ახლა გავესაუბრებით იუჯის სკოლის დირექტორს თინათი მთოფურიას. ყოველდღე მიხარია ადგომა და სკოლაში წამოსვლა, იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ გნახავთ, ამ სკოლას ვნახავ და ბევრი საინტერესო ამბავი მოხდება ყოველდღე. Now we're going to talk to our school principal about what she's planning for the future. For the future, we're planning to get bigger. Lessons should get better, more interesting and more fun. So that's why we have to improve the quality every day because I'm never satisfied with our quality. It has to get better every day. For now, we're making British exams. We're delivering them. For our students, it is possible with us to go through GCSE and A-level exams. But very soon we will become International British School because we are participating in COMBIS conference right now and registration and authorization. This is the process that will end in this autumn. So we will become fully British school in this autumn. მშობლებისა და სკოლის თანამშრომლობაზე დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელი ელა გაგვესაუბრება. მშობელი და მასწავლებელი ყოველდღიურად სარგებლობს ელექტრონული ჟურნალით EduPage-ით. ჟურნალში იტვირთება გაკვეთილების ცხრილი, დავალებები, ჩატარებული ტესტები, დაწერილი კომენტარები, აგრეთვე მენიუ. ხდება ყოველდღიური ინფორმაციის გაცვლა მშობელსა და მასწავლებლების შორის. სემესტრში ერთხელ ტარდება ინდივიდუალური კრებები. ხდება ბავშვზე შედგენილი პორტფოლიოს შესწავლა, განხილვა და გაანალიზება. სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბები, როგორიც არის ხატვა, ქართული ცეკვა,
ბალეტი, თეატრალური სტუდია, ჭადრაკის წრე, სპორტული სკოლა, სტიმიტის კლუბი და საშაბათო აკადემია ლოგიკ მეტრი. There are different kinds of clubs. There's art class, there's Georgian dance, there's also ballet. Also, we have math clubs, chess club, and also if you want on Saturday, you can join a Logic Maths club. ეს იყო ერთი დღე ჩემს სკოლაში. ნახვამდის. This was one whole day in our school. See you next time. Bye.